ეხლა ვარ კასპის აკლდამებთან, ცნობილი ნეკროპოლი, რომელიც შეიძლება უამროს დაგვინახია რკინიგზით, რომ დასავლეთისკენ მივდივართ, მაგრამ საერთოდ არ დავინტერესებულოთ რა ისტორია აქვს აი ამას. მართალია გველებით სავსე არის, მაგრამ ძალიან საინტერესო არის. ქრისტიანობამდელი არის, აქ ძირითადად როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მოქონდათ დიდგვაროვანთა ნეშტი და ტოვებდნენ. დაახლოებით 30-მდე აკლდამა ყოფილა, აი იქითაც არის მსგავსი რამოდენიმე და სულ 30-მდე შეიძლება მოითვალოს მისი ნაშთი. კლდე არის ჩამოშლილი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. საკონსერვაციო სამუშაოები კი კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ იფხნობა თვითონ ეს კლდე. ასევე საინტერესო არის იმით, რომ ამიერკავკასიაში მსგავსი არაფერი არ მოიძებნება. ეს არის ნეკროპოლი, ანუ საძვალე, ანუ სამარხი, ანუ ისეთივე სამარხი, როგორც იყო მცირე აზიაში, ლიბანში, სირიაში, ისრაელში და ასე შემდეგ. დაათვალიერეთ და მოგეწონებათ.